ვაგრძელებ კოლაგენთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარს, იმიტომ რომ კიდევ ბევრი საკითხი დარჩა და ერთ ვიდეოში ვერ ჩავწიე. აი ესეთი საკითხი, ხო, ბევრი მეკითხება, რომ კოლაგენი რატო არის, რომ კოლაგენის განლევა ხდება, ან რაოდენობით ვერ იღებს ორგანიზმი. პირველი, რაც უნდა იცოდეთ, ეს არის კუჭის მჟავიანობა. თუ კუჭის მჟავიანობა ნორმაში არ არის, არ ხდება ცილების გადამუშავება სრულფასოვნად, მათ შორის კოლაგენის. იმისთვის, რომ კოლაგენი დაშალოს კუჭის წვენმა, ან უნდა წვრილ ფრაქციებში ფაფისებულ მდგომარეობაში გადაიყვანოს, რომ ჩვენ ნაწლავის ფორებში ის გაეტიოს, ხო? ამისთვის pH-ი უნდა იყოს 1-დან 3-მდე, 1.5 ყველაზე კაი ვარიანტი. ამავე დროს, თუ 1.5 2 არ არის pH-ი და ცოტა მეტია, ამ შემთხვევაში პეპსინი, ფერმენტი, რომელიც კუჭში გაჩერებული ცილა 4 საათი ჩერდება, 2 საათი ამუშავებს ჟავა, 2 საათი შემდეგ პეპსინი. თუ მჟავიანობა pH-ი 1.5 2 არ არის და მეტია 3 4-ია, მაშინ პეპსინი აღარ ფუნქციონირებს. ანუ შესაბამისად, არათუ კოლაგენს ვეღარ შლის და ამუშავებს კუჭი, არამედ ცილებსაც ვერ ამუშავებს და თქვა, ბევრი მეკითხება შებერილობების, ხო, მეტეორიზმის მიზეზი რა არის, ხშირად არის ზუსტად მჟავიანობის დაქვეითება. და იმისთვის რომ მიხვდეთ, რომ მჟავიანობა დაქვეითებული გაქვთ, ამის მთავარი, ესე იგი, მაჩვენებელი არის გულზმარვები და ადრე გვეგონა რომ გულზმარვების მიზეზი იყო მჟავიანობის დაქვეითება პირიქით, ის აწევა პირიქით. როდესაც მჟავიანობა ქვეითდება, სფინქტერი აღარ იხურება და გულზმარვები გაქვთ. ან შებერილობა, მეტეორიზმი თუ გაწუხებთ, დიდი ალბათობით თქვენი მჟავიანობა არის დაბალი. და ამ შემთხვევაში პირველი რაც უნდა გააკეთოთ, მინერალური წყლების სოდა არ უნდა მიიღოთ, ანუ ტუტე სითხეები და ტუტე ნივთიერებები, რომელიც ამ pH-ს კიდევ უფრო აქვეითებს, ხო, მჟავიანობას აქვეითებს. კარგი იქნება თუ მიიღებ დაუშვათ ვაშლის ზმარს, ლიმონს და ასე შემდეგ, ან თქვა არსებობს მეტანი ჰიდროხლორიდი, რომელიც შეგიძლიათ რომ დაამატოთ. ეს ნუ იმ შემთხვევაში თუ საჭიროებაა და ამაზე შემოგვიხსენეთ და ჩვენ გეტყვით გჭირდება თუ არა. ანუ კოლაგენის ათვისებაში ერთ-ერთი თავი ფაქტორი არის კუჭის მჟავიანობა იყოს ნორმაში. მეორე ფაქტორი, რაც აუცილებელია, ეს არის რამდენიმე კომპონენტის და მათ შორის ვიტამინების ერთი ჯგუფის, მათ შორის C ვიტამინის. იმ ვიტამინის, რომელიც წყალში ხსნადია და რომელიც ყოველდღე გჭირდებათ. არ გეგონოთ, რომ აი გუშინ რომ მიიღეთ C ვიტამინი დიდი რაოდენობით ხვალდაზე გეყოფათ, არა. არის წყალში ხსნადი ვიტამინები, ეს არის C, B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ყოველდღე უნდა მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი მას ვერ ირეზერვებს. არის თქვა ცხიმში ხსნადი ვიტამინები, რომელიც შეიძლება ორგანიზმი დაარეზერვოს და რამდენიმე დღე გამოიყენოს, მაგრამ აი წყალში ხსნადი არა. და C ვიტამინის გარეშე კოლაგენი არ აქტიურდება და შესაბამისად შეიძლება მიიღოთ კოლაგენი, შეიძლება აი თქვა ქათმის კანის ბევრ ჭამი, მას ჭამ გოჭის კანს მთელი ამბავი, მაგრამ კოლაგენის დეფიციტი მაინც გქონდეთ. ამისთვის აი მთავარი ფაქტორი არის, რომ C ვიტამინი მიიღოთ ადეკვატურად. პირველ რიგში ნატურალური C ვიტამინი და არა სინთეზური, იმიტომ რომ სინთეზურს ორგანიზმი ვერ იყენებს და უბრალოდ თქვენი შარდი გამოდის ფასიანი, ხო? პირველი ნატურალური C ვიტამინი და მეორე C ვიტამინის მიღების პერიოდში არ უნდა მიიღოთ შაქრები. იმიტომ რომ შაქრების ფორმულა ძალიან გავს C ვიტამინის ფორმულაზე, როცა იღებთ ორივეს ერთად, ორგანიზმი პრიორიტეტს შაქარს ანიჭებს და შაქარს ითვისებს და C ვიტამინი იკარგება. ესეც მნიშვნელოვანია. ამავე დროს აი შაქარიც, ბარემ რახან შევეხე, აქ გეტყვით, რომ შაქარი იყო გლუკოზა, ფრუქტოზა კიდევ უფრო რთული ვარიანტია და ეს კიდევ უფრო პრობლემაა. გლუკოზასთან დაკავშირებით ყველა უჯრედს პრინციპში შეუძლია გლუკოზის დაწვა, ანუ მიტოქონდრიებს, რომლებიც გვაქვს ყველა უჯრედში, მათ შეუძლიათ ამ შაქრის გადამუშავება უჯრედებს, მიტოქონდრიებს. ოღონდ აუცილებელი ფაქტორია, რომ შაქარი უნდა შეუერთდეს B1 ვიტამინს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიტოქონდრიას არ შეუძლია მისი წვა. აი B1 ვიტამინი კი მთავარი ვიტამინია, რომელიც ნერვულ სისტემაში გამოიყენება, რომელსაც იყენებს ჩვენი ნერვული ბოჭკოები, ნერვული სისტემა, ტვინი და ასე შემდეგ. და როდესაც შაქარს ბევრს იღებ და ამ დროს B1 ვიტამინის დეფიციტი გაქვს, სხვა გზა არ აქვს ორგანიზმის შაქარმა რომ არ დააზიანოს ორგანიზმს და ერთ-ერთი მთავარი დამაზიანებელია, რომ იცოდეთ. ამისთვის იწყებს ნერვული ქსოვილებიდან B1 ვიტამინის გამოკაჩვას ორგანიზმში, რომ ამ შაქარს შეუერთოს, რომ დაწვას ის შაქარი. და აი ხშირად არის ხოლმე, რომ აი რაღაცა ფსიქოემოციური მდგომარეობა, ვერ მაქვს ისეთი დეპრესიულ მდგომარეობაში ვარ, ნერვიულობ და ასე შემდეგ და ბევრი ვერ ხვდება, რომ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს B1 ვიტამინის დეფიციტი და ნუ შესაბამისად შაქრების დიდი რაოდენობით გამოყენება. აქვე მინდა ვახსენო, რომ აი B1 ვიტამინი ძალიან კაი რაოდენობით არის, თქვა Encompass 360-ში, Spectramax-ში, რომელსაც ისელი აწარმოებს და ნატურალური ვერსიას რომ შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ.
ამავე დროს კოლაგენი თავარი ფაქტორი არის სიზარღვების კედლის სტრუქტურირებაში, ანუ სიზარღვების კედელი რო ელასტიური იყოს, ხო, ამისთვის აუცილებელია კოლაგენი. კოლაგენს ამავე დროს ჭირდება სხვადასხვა კომპონენტები, რომ ის თავის ფუნქციას ასრულებს. ესეთი არის ელ-ლიზინი, მაგალითად, სისელის პროდუქტებში შედის ფორესტორში და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ელასტურობა დაკარგა სიზარს, იწყება წნევების აწევა და ხშირად არის ხოლმე ექიმები დიაგნოზს ვერ სვამენ და ეუბნებიან პაციენტს, რომ ესენციური ჰიპერტონია გაქვს, ანუ ასაკი მოგემატა და მაგიტო გაქვს ჰიპერტონია, ჩაიხედე პასპორტში, რაც არის შეცდომა. ნებისმიერ ასაკში მაღალი წნევა ეს არის დარღვევა და ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ხშირად არის ხოლმე კოლაგენის დეფიციტი, ელ-ლიზინის დეფიციტი, ვიტამინის დეფიციტი, სხვა ვიტამინების, ნუტრიენტების და გეტყვით რომ ნებისმიერ ასაკში ეს არის გამოსწორებადი ყველანაირი მედიკამენტების და მარეგულირებელი პრეპარატების გარეშე. თუ ამ ყველაფერს ესე იგი სწორად გააკეთებთ. რატო ასაკთან ერთად? იმიტომ რომ ასაკთან ერთად კოლაგენის შეთვისება და კოლაგენის რაოდენობა ნელ-ნელა კლებულობს ორგანიზმში და თუ დაუშვათ თქვენ ასაკთან შეუსაბამო ნაოჭები გაქვთ, მისმენა გაქვთ, კანის პრობლემები გაქვთ, მოდუნება გაქვთ და ასე შემდეგ, ამ ნიშნავს, რომ თქვენ უბრალოდ კოლაგენი გაკლია და კოლაგენის შევსებით, სხვა ნუტრიენტების მიღებით თქვენ ეს პრობლემა შეგიძლიათ მოხსნათ. მათ შორის მნიშვნელოვანი ზოგიერთი მიკროელემენტიც, მათ შორის მაგნიუმიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღმოფხვრათ და გადაწყვიტოთ, აი აუცილებელი ფაქტორი არის ის, რომ სწორი კვება და სწორი დანამატების გამოყენება სწორ დროს. და უბრალოდ მექანიზმი როცა გეცოდინებათ, აი გეცოდინებათ, რომ თუ გულწმარგვა გაქვთ და შებერილობა, ჟავიანობა დაქვეითებული გაქვთ, უნდა დაიწყოთ კუჭის ჟავიანობის აწევა. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას სპეციალურად ვწერ ამ ვიდეოებს, იმისთვის რომ იცოდეთ რა უნდა მოიმოქმედოთ, ან რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. აი ყველაფერი ის რაც ახლა მინდოდა დამატებით გუშინდელ ვიდეოზე დამემატებინა, დანარჩენ ინფორმაციას კიდე გზადაგზა მოგაწოდებთ. დროებით გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და რას დავრია სწორ კვებას. ნახვამდის დროებით მომავალ შეხვედრამდე.